ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაში იწყებს, რა რესურსი არსებობს ფასების შემცირებისთვის და რა იწვევს მაღალ ფასნამაც. ამ თემებზე შეხვედრებია ჩანიშნული. საპარლამენტო კომისიაზე საჯაროდ მოусმენენ ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორი და იმპორტიური კომპანიების, ასევე ფარმაცევტული და საწვავის ბიზნესის წარმომადგენლებს. კომისია 14 წევრისგან შედგება, აქედან 7 კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას ერგო. მართლ გუნდში იმედოვნებენ, რომ მუშაობის შედეგად ფასების შემცირდება. ოპოზიციის ნაწილი კი ხელისუფლების ნაბიჯებს პოპულიზმს უწოდებს და სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ ფასებთან დაკავშირებით. ხელოვნური ჩარევით ეს საკითხი რო არ მოგვარდება ფაქტია. უნდა მოგვარდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. პროპაგანდისტულად არ უნდა გამოვაყენებინოთ ოცნებას ეს თემა, ბიზნესზე წნეხი არ უნდა დავაშვებინოთ, ბიზნესის შეზღუდვა და ასე ვთქვათ, ბიზნესზე ზემოქმედება არ უნდა დავუშვათ. ბიზნესს რა თქმა უნდა თავის წილი კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მოდის ოცნებაზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და რომლის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ამ ქვეყანაში ფასების ზრდა. თორემ თუ ბიზნესს რომც დაუშვათ, რომ ბიზნესს ჰქონდეს თავისუფალი პასუხისმგებლობა, ამდენი წლის განმავლობაში სად იყო ოცნება? რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები? გვაქვს მიზანი, რა თქმა უნდა, რომ სულ რაღაც 2-3 თვის განმავლობაში რეალურად დაიდოს ის სურათი, თუ სად არის რესურსი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ჩვენ თვეზე მეტია ვისმენთ, რომ სამთავრობო კომისია არსებობს ამასთან დაკავშირებით. იქიდან უკვე პრაქტიკულად ბიზნესის ყველა სფეროს შეხვდნენ თითქმის, სადაც შეიძლებოდა რომ რეგულაციები ყოფილიყო და ასევე ინფორმაციები არსებობს, რომ არის რესურსი ფასების რეგულაციებთან დაკავშირებით. საპარლამენტო ოპოზიცია სრულად მონაწილეობს ამ კომისიაში, ფასების რეგულაციების კომისიაში. ბიზნესი წვდება იმას, რომ არის რესურსი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება ნაცმოძრაობას, რომელიც გაუქმების რეჟიმშია და მის ფილიალებს, მათი დევიზი რჩება უცვლელი. ეს მათ თან გაყვებათ ყოველთვის. მათ დევიზი იყო და რჩება, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის. მოლოდინი არის ერთი, რომ მოხდება შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. თქვენ თუ გულდასმით მოусმინეთ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, ის ამ თანამშრომლობაზე ლაპარაკობდა. ჩვენი გზა არ გადის ადმინისტრაციულ იძულებაზე. სუსის როლზეც კი ლაპარაკა და თქვა, რომ სუსი აქ რაღაცა რეპრესიული ღონისძიებებისთვის არ ჭირდება სახელმწიფოს. უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად ჭირდება, რათა მერე სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ ველოდები იმას, რომ ფასები შემცირდება და ეს იქნება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის რეალური თანამშრომლობის შედეგი.